მოგიხსენებათ კვირას 1 ივნის საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ზეიმობს მოციქულთა სწორის ქალწულ წმინდა ნინოს ჩვენი განმანათლების საქართველოში შემოგზავნებას წმინდანის ღვაწლსა და იკონოგრაფიაზე გვესაუბრება ისტორიის დოქტორი ხალწერი მაკაჩხაიძე. დილამშვიდობისა მადლობას გიხსენებთ მოგზავნებად. წინასწარ გელოცავთ ნინოობას ქართულად ერთ-ერთ გამორჩეულ დღესასწაულს, გამორჩეულ წმინდას, მით უმეტეს ორმაგად გამორჩეულია, ვინაიდან ჩვენ ვიცით რომ წელიწადში ორჯერ აღინიშნება ჩვენს ეკლესიაში ნინოობა, ეს არის 27 იანვარი მისი მიცვალება და 1 ივნის მის საქართველოში შემოგზანება, ანუ როცა მან დაიწყო ეს სამოციქულო ღვაწლი, მოციქულთა სწორად არის წოდებული. ჩვენ ღვთისმშობელი წელთაღრიცხვა ქვეყანა ვართ, ეს დიდი პატივი და დიდი პასუხისმგებლობაა, როცა ღვთისმშობელს ჩაბარდა ჩვენი ქვეყანა, ქალბატონია ჩვენი ქვეყნის მფარველი და შემდგომ ღვთისმშობლის კურთხევით, ჩვენ ესე ვიცით გადმოცემის თანახმად, ღვთისმშობელი აგზავნის თავის სამოციქულო ღვაწლით წმინდა ნინო საქართველოში. ქალბატონი ახალგაზრდა ქალბატონს აგზავნის და წმინდა ნინო შემობრძანდება ჩვენთან. აი, ამით დავიწყოთ ალბათ მის ღვაწლზე. პატარა, ძალიან პატარა გოგონა მოდის ურთულეგზას გამოივლის ვაზიჯვრით ხელში და შემდგომ იმ პერიოდში რთულ მდგომარეობაში ყოფ საქართველოს გააქრისტიანებს და სახელმწიფო რელიგიად ვიღებთ, ეს უკვე შემდგომ ისტორია. აი, ამით დავიწყოთ ალბათ საუბარი. კიდევ ერთხელ გილოცავთ წმინდა ნინოს ხსენებას, რომელიც არის მარადიული მფარველი საქართველოსი და რაც შეეხება მის კავშირს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელთან. ღვთისმშობელი ეს არის წმინდანთა შორის აღმატებული. სამების შემდგომ პირველი ანგელოზებზე უპირატესი და მისი სიწმინდე აღმატებულია ქერუბიმ სერაბიმებზე. შესაბამისად, ყველაზე უფრო მიმსგავსებულია უფალთან და აი ეს ყველაზე დიდი ნიჭი, რაც არსებობს ადამიანებში, უფალთა მსგავსების, ესეც სრულად აქვს, ანუ სიყვარულის ნიჭი. დედა ღვთისმშობელი ეს არის აი განსახიერება უპირობო, უკიდეგანო სიყვარულისა, როგორც აი დედობრივი სიყვარულის უმაღლესი განსახიერებაა. და ძალიან დიდი სიხარულია ჩვენთვის, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელია ჩვენი მფარველი. ეს არა მარტო საეკლესიო გადმოცემით, არამედ ძალიან ადრეულ წერილობით წყაროებშიც დასტურდება. ეს არის ვახტანგ გორგასლის ცხოვრება, სადაც იგი დასახელებულია წმინდა ნინოსთან ერთად საქართველოს მარადილ მეოხად და მფარველად, რომელიც მარადილად ილოცავს თქვენთვის, აი ეს სიტყვებს ამბობს გრიგოლ ღვთისმეტყველი და შემდეგ უკვე ხდება ილარიონ ქართველის ცხოვრებაში, ექვთიმეს თარგმანში, როდესაც ნათქვამია, რომ მომეცა მე ჩემი ძის მიერ მომეცა მე ეს ნათესავი და ვინც მათ არ შეიწყნარეს, ისინი მტერ ჩემდა არიან. აი ამაზე მეტი სამუგეშო სიტყვები რა უნდა იყოს. და აი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, დედა ღვთისმშობელი თავის ნაცვლად აგზავნის სამოციქულო ღვაწლისთვის ქალწულს. წმინდა ნინო ამ დროს არის 14 წლის. აი ძველი რომაული კანონმდებლობით სწორედ 14 წელი ითვლებოდა სრულწლოვანების ასაკად ქალებისთვის, მამაკაცებისთვის ცოტა უფროსი ასაკი ითვლებოდა, როდესაც ის უკვე სამხედრო სამსახურში მიყავდათ და ქალებისთვის იყო 14 წელი. აი 14 წლის იყო, როდესაც გამოეცხადა მას ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი. საინტერესოა, რომ თავად ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს აი მისი მთავარი მისია, რაც მას ჰქონდა, ხო, მისგან და განკაცებული იყო ღმერთი, გამოცხადების თანახმად, გადმოცემის თანახმად, სწორედ 14 წლის ასაკში გამოეცხადა მას გაბრიელ მთავარანგელოზი. ანუ ნინოსაც მის მსგავსად 14 წლის ასაკში ეუწყა ის, რაც ღვთისმშობლისგან ეძლეოდა ესეთი ლოცვა კურთხევა. და საინტერესოა კიდევ ერთი რამ, როგორ არის აღწერილი ეს გამოცხადება, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გამოცხადება ნინოსადმი არსენ ბერისეულ წმინდა ნინოს ცხოვრებაში. წერია, რომ ლოცვის დროსო იგი აღტაცებულ იქნა ნინო და გადაყვანილი იქნა იმ სენაკში სიონის მთაზე, სადაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მოღვაწეობდა მისი მიწიერი ცხოვრების დროს. და აი იქ ეცხადება მას დედა ღვთისმშობელი, სადაც მიწიერი ცხოვრების დროს ცხოვრობდა და როგორც ვიცით, დედა ღვთისმშობლის ტროპარში მიძინებისას წერია, რომ მიცვალებისას სოფელი არა დაუტევე. ანუ ის მარადიულად ზეცაშიც არის, მაგრამ აგრძელებს სოფელში ყოფნას და აი ამ გამოცხადებაშიც ეს არის ხაზგასმული, რომ თითქოს არ გასულა საუკუნეები, ისევ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ისევ მიწაზე ყოფობს და აი მისი პირდაპირი გამაგრძელებელია მისი წილხდომილობის ახალი მის მიერ გამორჩეული ქალწული. და რითია გამორჩეული წმინდა ნინო. გარდა მისი სიწმიდისა, მისი საოცარი შეუპოვრობისა, აი
ვითარცა მამაკაცსა სრულსაც არ გავლინებ შენ. ესეთი ლოცვა კურთხევით აგზავნის მას იერუსალიმის პატრიარქი თავისი ბიძა, ანუ სისრულე მისი მომზადება, შინაგანი, მისი საოცარი თავდადება და შეუპოვრობა და ბრძოლის უნარი აი ამ ბოროტ სულთა წინააღმდეგ. აი წმინდა ნინოს ცხოვრება არის საოცარი ღვაწლი, პირდაპირ მხედრულ ღვაწლსაც კი ემსგავსება, რომ გავიხსენოთ ის მისი ლოცვა თუნდაც მარტო აი სვეტი ცხოვლის აღმართვის წინა ღამეს, როდესაც მთელი ლაშქარი ესხმის თავს ბოროტ სულთან. და აი ამ ბოროტ სულთა ლაშქარს იგერიებს მარტო ხელგაშლილი ჯვრის სახით ლოცულობს და აი ამარცხებს, არა მარტო იგერიებს, პირიქით იქეთ გადადის შეტევაზე, ამარცხებს და დევნის საქართველოსდან და იქ არის ესეთი სიტყვები ქართლის ცხოვრებაში კი არა უბრალოდ მოქცევა ქართლისაში. ეს ღამე იქნა დასაბამად ქართლის ცხოვრებისა. ანუ აი მთელი ჩვენი საისტორიო რაც გვაქვს მოცემული ქართლის ცხოვრება წოდებული, რომელიც არის სწორედ ცხონების გზა ქართველი ერისა, აი ამ ღამის დასაბამად იქცა წმინდა ნინოს მაშინდელი იმღამინდელი ბრძოლა და ლოცვა. კიდე რაც შეეხება აი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელთან მის მსგავსებას. აი ეს არის მართლაც სიყვარულის ნიჭი, რომელიც ნინოს აქვს და აი მისი მთელი ღვაწლი არის დამყარებული ამ სიყვარულის ნიჭზე. როდესაც ის შემოდის საქართველოში, სრულიად უცხო ხალხს ხედავს, მისთვის სრულიად უცხო ადამიანები არიან და ისეთი თანაგრძნობით, სიბრალულით განიმსჭვალება მათ მიმართ, რომ მეწოდაო შინაგანი მეწოდაო მათი სიბრალულის გამო და მოთქვამდა და უფალს ევედრებოდა როგორმე გამოხსნილიყო, იმიტომ რომ ხედავდიო რომ ცოცხლივ შთაეთქდა იგი ეშმაკებს. ანუ მთელი ეს მათი რწმენა წარმოდგენები, რომელიც საშინელი რიტუალებით, მსხვერპლშეწირვის სისხლიანი რიტუალებით ფაქტიურად განაპირობებდა იმას, რომ მთელი ერი იყო ეშმაკის კერძი. ჯოჯოხეთში გამზადებდა თავის თავს. და აი ესეც რომ აი შეუძლია ესე სრულიად უცხო ადამიანებისთვის ესეთი გულმხურვალე იყოს, ეს არ არის მარტო ის რომ ის ასრულებს ლოცვა კურთხევას და დავალებას. უბრალოდ მას სხვაგვარად არ შეუძლია. ეს არის სიყვარულის კანონი, რომელიც თავს წირავს, ხო? სიყვარული ძალიან ძნელი განსასაზღვრია, ვის რამდენი ნიჭი აქვს ღვთისაგან მონიჭებული, მაგრამ ძირითადი განსაზღვრა სიყვარულის, სრული სიყვარულის გამოიხატება იმაში, ვის რამდენად შეგვიძლია ამა თუ იმ ადამიანისთვის იქნება ეს, უფლისთვის იქნება თუ სამშობლოსთვის თავის დადება და გაწირვა. აი ნინოს ცხოვრება არის სწორედ ესეთი თავგანწირვის მაგალითი, ბოლომდე შეწირვის მაგალითი და აი მისი საკითხავებში აი ძალიან ხშირად არის სწორედ ხაზგასმული ეს, რომ თავი მსხვერპლად შეწირა. აი თუნდაც ის ფაქტი, რომ თმას იკვეცავს და ახვევს აი ამ ჯვარზე, ესეც არის ამისი სიმბოლური სახე, საკუთარი ნების მოკვეცა, საკუთარი თმა არის სიმბოლო ზოგადად ადამიანის ზრახვების, ფიქრების და აი ამ ზრახვებს, ფიქრებს, რომ იკვეცავს ადამიანი, ანუ ძველი კაცი კვდება, ახალი იბადება, ეს ასახულია ნათლისღების და შემდეგ მონაზვნობით აღკვეცის რიტუალშიც და აი ამას აღასრულებს წმინდა ნინო თავის თავს მთლიანად უძღვნის უფალს, მთლიანად მიანდობს და შეკრავს თავის თავს ღვთის წინაშე. აი ესეთი სიტყვებიც არის ბერძნულ წყაროებში, რომ თავისი თავი მიამსჭვალა სამარადისო ლოცვას და ამითი მოიპოვა მადლი მოციქულობისა. აი ნინოს მისია ამითია სწორედ გამორჩეული, მისი პიროვნული თვისებები, რომ ფაქტიურად ის ცდილობს აი ამ სიყვარულით, მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულით მოაქცევს ქართველ ერს. ისტორიის განმავლობაში როგორ ვითარდება ქავტანო კაცანის საინტერესოა წმინდა ნინოს კულტი და ეს პერიოდულად ვთქვათ საუკუნეების განმავლობაში როგორი გამოხატვა არის, როგორი დამოკიდებულება არის მის მიმართ და ასევე ძალიან საინტერესოა თავისთავად როდიდან ჩენს თავს წმინდა ნინოს ხატები და ხატწერაში როდის გამოვლინდა და გამოისახა იგი. დიახ. წმინდა ნინოს ცხოვრება დაწერილია თვითონ მისი ცხოვრების, ამ ქვეყნიური მიწიერი ცხოვრების დროს დაიწყო, ჩაიწერეს ქართველი მეფის რძალმა სალომე უჯარმელმა
სომეხთა მეფის ცრთატის ასულმა. ესეც ცოტა ნიშანდობლივია საქართველოსთვის სამწუხაროდ, ცოტა არხეინი ხასიათი გვახასიათებს. და რომ არა სალომეს მცდელობა, რომ ეს ყველაფერი აღრაცხულიყო და მე სალომე ამას არა მარტო ნინოსგან იწერს, არამედ ყველა თვითმხილველისგან, სიდონიასგან, აბიათარ მღვდლისგან, იაკობ მღვდლისგან, თვითონ მირიანისგან, ანუ კრიბავს ამას ყველაფერს და თავისი პირადი არის ამაში ღვაწლიც, იმიტომ რომ ნინო გადასცემს მას ყველა წერილობით თუ რამე აქვს იქ მოწერილი, ელენე დედოფლის წერილი იქნება ეს თუ სხვა რამ მას სალომეს გადასცემს და რომ არა მისი ესეთი მცდელობა და ხასიათი ესეთი მისი რომ ეს შემოგვენახა სამწუხაროდ ალბათ დავივიწყებდით. იმიტომ რომ ეს სამწუხაროდ გვახასიათებს. აი ჯერ კიდევ ყველაზე ერთ-ერთი ადრეული მოწამის ევსტატი მცხეთელის ცხოვრების აღწერელი ამბობს, რომ ჩვენო ქართველებსო იმდენი მოწამე გვყავსო და იმდენი მოღვაწეო, მათი სახელებიც აღარ გვახსოვსო, არათუ მათი ცხოვრება ჩავიწერეთო და ბერძნებს ერთი გამოუჩნდებათ და მაშინვე ცხოვრებასაც წერენ, საეკლესიო საკითხებს უძღვნიან და თვითონ საინტერესო რა თვითონაც უცხოელის ცხოვრებას აღწერს და არა ქართველისას, ხო? ეხლა იმ პერიოდში ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ უცხოელი რომ დამპყრობელი ქვეყნის წარმომადგენელი რომ მოიქცევა შენს ჯულზე, ეს შენ სვანერად გაძლიერებს. და აი ნინოს დროსაც სამწუხაროდ ეს ალბათ იგივე შეინიშნებოდა. შემდეგ უკვე ესეთი დიდი ბუმი და აღმოჩენა ხელმეორე მოხდა მე-9 საუკუნეში, თუმცა აი ვახტანგ გორგასლის ცხოვრებაში ვხედავთ თვითონ ვახტანგი როგორ ახსენებს წმინდა ნინოს, გამოცხადება აქვს ვახტანგს, სადაც წმინდა ნინო არის მისი მეოხი, მფარველი, ხელი მოკიდა და მიყავს ეს უფლის სამსჯავროზე და ფაქტურად ვახტანგს ეძლევა ნინოს მიერ. აი ნინო დგება და ჯურისტინაჟე დევს ფიცს, რომ აი მე ვარ მისი თავმდები, რომ ის იქნება აღმატებული ყველა მის წინაპარზე. და მანამდე ვინც იყო მსგავსი, მისი მსგავსი აქ მანამდე ჯერ არ ყოფილა. და აი ამ გამოცხადებაში ეძლევა ვახტანგს მთელი პროგრამა განვითარების, ქვეყნის, საეკლესიის ავტოკეფალიის და ასევე ის, რომ ბოლოს სიცოცხლეს დადებს ქრისტესთვის. აი ესეც წმინდა ნინოს მეოხებით ეძლევა და სწორედ აქ არის ის სიტყვები, რომ ნინო მარიამისთანა მარადიულ მეოხი არის თქვენთვის. რაც შეეხება იკონოგრაფიას, იკონოგრაფიაშიც პირველი გამოსახულება, ყველაზე ადრეული, რაც გვაქვს შემონახული, ეს არის რელიეფი, ოშკის რელიეფი. შემდეგ უკვე გვხდება ხატებიც, მინიატურებშიც, ფრესკებშიც. ყველა ისეთ მნიშვნელოვან ტაძარში მე-12 საუკუნის მხატვრობაში თქვათ ვარძია იქნება ეს ყინწვისი, ყველგან არის ნინოს გამოსახულება, მეტნაკლები ხარისხით შემონახული. მინიატურებში უკვე ძალიან უხვად არის, მერე მისი სასწაულებიც და მე-19 საუკუნეში კიდევ უფრო მრავლდება. მისი იკონოგრაფია ძალიან მრავალფეროვანია. ამ შემთხვევაში რახან ყოველწმინდა ღვთისმშობელზე მის პარალელებზე ვლაპარაკობ, მინდა ვთქვა, რომ ერთ-ერთი მისი იკონოგრაფიული სახე არის სრულიად იდენტური ღვთისმშობლის, ეს არის წითელი, მეწამული მოსასხამი და ლურჯი, ან ცისფერი შიდა კაბა. ესეც არის ღვთისმშობლის იკონოგრაფია. აქაც არის კავშირი მისი ღვთისმშობლისგან, იმიტომ რომ აქ ჩანს, რომ ის მის წილ მოივლინა და ეს პირდაპირ არის საკითხავებში, გიორგი მთაწმინდელისეულ საკითხავებში, წინა ათონურ საკითხავებში, რომ ნინო არის ღვთისმშობლის უშუალო მოწაფე და ღვთისმშობლის მიერ მოწოდებული და მის წილ გამოგზავნა ის საქართველოში. შემდეგ არის უკვე ძალიან ცნობილი სიტყვები შიომღვიმის ტიპიკონიდან საკითხავებიდან დედისაღთისა საკუთარი მოწაფე ნინო. და აი ეს აისახება ეს მისი ღვაწლი და კავშირი ღვთისმშობელთან იკონოგრაფიაში და მასაც უწოდებენ როგორც ღვთისმშობელს დედოფალს. დედოფალს უწოდებს მას ჯერ სიდონია, შემდეგ მთელი ერი და მეფეც კი, მეფე მირიანიც, აი მასზე ფაქტობრივად შვილიშვილის სტოლ ქალწულს უწოდებს დედას, დედოფალს და ემორჩილება მის ყოველ ჩვენ დედას უწოდებთ. მათ ასევე კარგად ახსენეთ შვილიშვილის სტოლს, იმიტომ რომ ძალიან პატარა შემოვიდა, საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში გარდაიცვალა, მისივე სურვილით ის ბოდბეშია დაკრძალული, ვიცით ანდერდის რომ იქ უნდა ყოფილიყო და ასევე გადმოცემა რომ წმინდა მირიანს უყვარდა რომ გადმობძანე მონდოდა და ვერ დაძრეს ჯარისკაცებმა და მისი სურვილით მან გადაწყვიტა ალბათ ესეც ღვთისნება იყო და ღვთისმშობლის კურთხევა რომ წასულიყო იმ მხარეში და იქ ახალგაზრდა ასაკში გარდაიცვალა. ახალგაზრდა შემოვიდა და პატარა ფაქტობრივად ახალგაზრდა ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოასწრო და
ამიტომაც ჩვენთვის ის არის დედა და ჩვენი მეორე მოციქულთასწორი, ხო? მოციქულთასწორიც იმიტომ რომ მოციქულებმა იქ ადაგეს და მათი გზა განაგზო წმინდა ნინო, მათ გულად დააგვირგვინა და გაქრისტიანდა საქართველო. ასეც საწერია ბევრ ხაზს, წმინდა ნინო დედაი ქართლის. დიახ, სამართლიანად აბსოლუტურად. მე არცად მახსენდება ყოველ შემთხვევაში, ბეხლა გამიჩნდა ეს კითხვა, თქვენ უფრო გეცოდინებოდ, თუ არის ადმე გამოსახული ჯვრის გარეშე. ჯვრის გარეშე წმინდა ნინოს ხატი არ მახსენდება. არა, ერთგან აი ბოდბეში ხატი ხელაპრობილია, ლოცულობს ეს ხატი გამახსენდება. არის აი სწორედ ის პირველი გამოსახულება, რომელიც ვახსენე, ოშკის რელიეფი, იქ არის ხელაპრობილი, მავედრებელი, ეს ორანტას. ესეც არის ზუსტად იკონოგრაფიული ღვთისმშობლის. ხატწერი ზანდებით ქავტონი, მაგათ თქვენ ხომ არ გაქვთ თავად შექმნილი და კი, საკმაოდ ბევრი მაქვს. და ალბათ განსაკუთრებული მომზადება ჭირდება ნებისმიერი ხატის შესრულებას, მაგრამ წმინდა ნინოს მიმართ ალბათ სხვა დამოკიდებულება, სხვა მზაობა, წმინდა ნინოს სხვა დამოკიდებულება მაქვს ნამდვილად და ჯერ კიდე არც კი რაღაცა დასაწყისი მქონდა ეს ხატწერის შესწავლის, როდესაც ვფიქრობდი, რომ წმინდა ნინო უნდა გამოსახულიყო არა როგორც უფრო უმეტესად ადრე გამოსახავდნენ ისეთ მე ვამბობ გულისხმობ თანამედროვე ხატწერაში და არა ძველში. ისეთ აი ბავშვურ, ისეთ მის ქალწულებრივობას, ბავშვურობას, რაღაც უმანკოებას უსვამდა ხალხს. ჩემთვის წმინდა ნინო იყო რაღაცა ის ხნე მეომარი. და აი მინდოდა დამეხატა მსგავსი წმინდა გიორგისა. ალბათ გავდან კიდე 11 ახალ რომ წმინდა ნინოს გამიცი ჩვენ წმინდა გიორგის შესახებ. მან მოგვიყვა და აქვე უნდა ვთქვა ბევრი მარიც ეს მე რო ბოდბე ვახსენე რომ წმინდა ნინო ბოდბეში ტაძარი, სადაც საფლავეს არის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი. ახალი ტაძარია წმინდა ნინოსი და გაგვოცნო წმინდა გიორგი წმინდა ნინო. ნამდვილად ეს პირდაპირ არ ჩანს მის ცხოვრებაში, მაგრამ თუნდაც ის რომ თავის ცხოვრების აღწერას იწყებს რომ როდესაც გიორგი კაბადოკიელი ეწამა, ანუ ყველაზე მთავარი მოვლენა მისი ბავშვობის, ესეთი შთაბეჭდილება იყო სწორედ ეს, რომ გიორგი კაბადოკიელი ეწამა და ერთ-ერთი პირველი ტაძარი, რომელიც აიღო საქართველოში, ჯერ კიდევ მირიანის დროს, ეს იყო სვეტიცხოვლის და სამთავროს შემდეგ, ეს იყო წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი თხოთის მთაზე, სადაც მირიანს გამოეცხადა მირიანმა მიიღო ეს გამოცხადება უფლისგან და ეს ტაძარი ახლა დღეს ნინოს სახელობის არის, მაგრამ პირველი იქ ნამდვილად იყო წმინდა გიორგის სახელობის. აქვე კიდევ ერთხელ უთხრათ ჩვენს მსმენელს, ალბათ დიდი შეხსენება არ ჭირდება, რომ ჯვარი ეს უდიდესი სიწმინდე. საერთოდ სოფლიო ქრისტიანობის და ჩვენთვის განსაკუთრებული, რა თქმა უნდა, დაბრძანებულია სიონის ტაძარში და ტრადიციულად ყოველ ნინოობის წინადღის ლოცვაზე ხდება გამობრძანება. შაბათს 16 საათიდან როცა დაიწყება მწუხრი და ცისკრის საზეიმო ლოცვა, გამობრძანდება ეს ჯვარი და შემდგომ პირველში მთელი დღის განმავლობაში იქნება მრავალ საშუალებას ამ უდიდეს სიწმინდეს მიახლოს. საფლავი კიდევ ერთხელ ყველა მითის რომ არის ბოდბეში და რა თქმა უნდა ბოდბეში განსაკუთრებით აღინიშნება და ასევე განსაკუთრებით ფოკაში აღინიშნება, იმიტომ რომ შემობრძანებას ზეიმობს ჩვენ პირველ რიგში, ის თროი ფოკაში შემოვიდა მარტო ანა კალანდაძის ბრწყინვალექითაც გვახსოვს ეს საოცარი მომენტი და ფოტოშორის წმინდა ნინოსადმი პატივისცემაც ქართველებში ალბათ იმითაც გამოიხატება, რომ ძალიან ბევრს ქვია ნინო. თუმცა ცხადია მარტო სახელის დარქმევა არაფერს ნიშნავს, ალბათ ყველაზე დიდი პატივის მიგება იქნება, რომ ის გზა, ის ღვაწლი, რის გამოც მან იღვაწა და რაც დაგვიტოვა, ამას მიბაძოთ, მაგრამ აი პატივისცემის კუთხით ნინო ძალიან ბევრს ქვია. მაგრამ სახელსაც რომ არ ქმნას უკვე ნიშნავს იმას, რომ გამოხატავენ მის მიმართ მოწიწებას და სიყვარულს. ინკავდემა ხატწერზე საუბრობდით და როდესაც ხატი იქნება, მნიშვნელოვანია თუ არა რაღაც გარკვეული ტონების დაცვა, თუ თქვენი წარმოსახვის მიხედვით თქვათ მისი სიმტკიცის გამოსახატავად, უფრო სხვა ფერები შეიძლება რომ შეიტანოთ თქვათ ხატწერის. ეს კაცებს სპეციალური იცით რა, წმინდა ნინოს თვითონ ეს იკონოგრაფია ძალიან მრავალფეროვანია, სწორედ მისი ღვაწლიდან გამომდინარე. საერთოდ ზოგადად ხატწერაში ეს შეზღუდვა მე ვერ ვიტყოდი, რომ ეს არის შეზღუდვა. ეს არის უბრალოდ კარგად ღრმად გათავისება აი ამ ცოდნის საღვთისმეტყველო ცოდნის, რომლის გამოხატულებაც შემდეგ ხდება ხატწერა. და როდესაც ეს კარგად იცის ხატვარმა, ხატმწერმა უკვე ის თავისუფალია თავის არჩევანში, როდის რა უნდა რო ხარ. აი თქვათ უნდა გაუსვას ღვთისმშობლთან მის კავშირს, ის იღებს აი ამ ღვთისმშობლის იკონოგრაფიას. როგორც განმანათლებელი ერისა და როგორც გამწმენდელი ცოდვისაგან აცმევს მას თეთრ სამოს, იმიტომ ნათლის მქადაგებელია. როგორც ქალწული, როგორც მონაზონი აცმევს ლურჯ ცისფერ სამოს. როგორც სულისაწმინდისა ქნარი აცმევს წითელ სამოს, ამ მწვანე სამოს, რომელიც არის სულიწმინდის ფერები. ანუ ძალიან თავისუფალია ეს არჩევანი.
ანუ ეს არის ლაპარაკი ფაქტიურად, ქადაგება უკვე ფერების საშუალებით და ამის თიხარ უკვე თავისუფლად. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ მაკა მობრძანებისთვის და საინტერესო საუბრისთვის. შეგახსენებთ ისტორიის დოქტორი ხალხი მაკა ჩხაიძე ვსტუმრობდა